Ათომალებისა და ნიდგაზეთის დირექტორი ნოცი დღეაში მსჯელობს სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია მაღლობელს. საღამო მშვიდობისა 31 იანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაფიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 6.7%-ით გაიზარდა, რაც ნოემბერთან შედარებით ზრდის შენელებული ტემპია. გასული წლის დეკემბერში თბილისში სამჯერ მეტი ძველი ბინა გაიყიდა ვიდრე ახალი. TBC კაპიტალის ინფორმაციით, დედაქალაქში წლის ბოლო თვეს სულ 3940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდა არის. TBC კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში 10%-ით გაიაფთა ქირის ფასი და კვადრატულ მეტრზე $11 იყო. ქირა ნოემბერთან შედარებით 3%-ითაა გაიაფებული. გასულ წელს კომერციულმა ბანკებმა 3.960 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 380 მილიონი ლარით აღემატება. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2023 წელი ბანკებმა 2.716 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგის მიხედვით 6 თვეში შარშან სახელმწიფო უწყებებში ხელფასებზე ჯამში $1.6 მილიონი გაიცა, რაც 45%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. ანგარიშის მიხედვით 6 თვეში უწყებების ჯამურმა შრობის ანაზღაურებამ $1.100 მილიონი შეადგინა. საია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებას დიპლომატიური სამსახურის სრულად პოლიტიკურ პარტიულ ინტერესთან დაქვემდებარების მცდელობა დაფასებს. 31 იანვრის ბანკთა შორისი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცრულება 4.98 და დოლარის ღირებულება $2.86-ზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის განახლებული ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.78 არის გამყარებული. შედეგად 1 ევროს ოფიციალური ფასი დღეს $2.87 ფარგლებშია. 3.6 გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით, რომლის ფასიც $3.35-მდეა. ლარის მიმართ თურქული ლირას ფასი $7.97-ია. ეკონომიკა გასულ წელს 9.9%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, თვიურ ჭრილში ზრდის ტემპი შენელებულია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ დეკემბერში 6.7% აჩვენა. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა საფინანსო და სადაზღვეო, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და კომუნიკაციების სექტორებს ჰქონდა. კლების ტენდენცია ისე დარგებშია დაფიქსირებული, როგორც არის დამმუშავებელი მრეწველობა, რესტორნები და სასტუმროები. როგორი არის ეკონომიკური ზრდის შეფასებები და დინები უკვე 2025 წლისათვის გიგაბენია მოგვიყვება. საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.5%-ით გაიზარდა, თუმცა დეკემბერში ზრდის ტემპი კიდევ უფრო შენელდა. წლის ბოლოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა საფინანსო და საზღვაო, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს და ტრანსპორტის, ვაჭრობისა და კომუნიკაციის სექტორებს ჰქონდა. საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორში და ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში და დაკავშირებული იყო სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. პარალელურად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. ვაჭრობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილების და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. გაზრდილია ასევე საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით და საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. ქართული ოცნების მთავრობის პრემიერი მიიჩნევს, რომ გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მათი დამსახურებაა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი ზრდა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ექსპერტების ნაწილი კი აცხადებს, რომ არა ქართული ოცნების რუსული კანონი და ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებლებს, მასში მქონდა ეკონომიკური ზრდა 7.8% და ახლა 9.9%, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არც ერთ სხვა ქვეყანას 9.9% ეკონომიკური ზრდა არ ქონია. ეს არის რა თქმა უნდა სწორი მენეჯმენტის შედეგი, სათანადო საინვესტიციო გარემოს შედეგი, კანონმდებლობის შედეგი, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას. ეკონომიკურ შედეგებზე უარყოფითი ასახვა ჰპოვა ერთის მხრივ რუსული კანონის მიღებამ წლის დასაწყისში და მეორე მხრივ ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის თუნდაც როგორც ეს გაცხადებულია, თუნდაც დროებით შეჩერება. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ჩვენი ეკონომიკის არის დასავლეთთან ინტეგრაცია. ამ დასავლეთთან ინტეგრაციაზე დამოკიდებული არის როგორც საერთაშორისო დონორების მხრიდან, ასევე საკუთრივ ევროპული სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციების ჩადება, განსაკუთრებით ეს პირველ რიგში ეს იგულისხმება ინფრასტრუქტურული პროექტები. ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები არ იმჩნევენ, თუმცა ფაქტები მოწმობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად ვერ არის. ამას სახსტატიც ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დეკემბერში კლების ტენდენცია ისეთ დარგებში დაფიქსირდა, როგორებიცაა დამუშავებელი მრეწველობა, რესტორნები და სასტუმროები. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სარესტორნე მომსახურება შემცირებულია. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების მიზეზად გვევლინება შედარებით დაბალი მაჩვენებლები მეტალურგიულ მრეწველობაში დაახლოებით 86%-ით შემცირდა დეკემბერში ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სარესტორნო მომსახურების მოცულობის შემცირება და ზოგადად მზას საკვებითა და სასმელების მიწოდების საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება. 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა და მასშტაბური პროტესტები დაიწყო, 65 დღე გავიდა. ამ ხნის მანძილზე არაერთი ბიზნესი, მათ შორის ტურიზმის სექტორში, დაზარალდა. თბილისში არაერთი რესტორანი უკვე დაიხურა. რო გაიარო მასში რა ქვია ცენტრალურ ტურისტულ უბნებში თბილისში, აი ნუ ძალიან უნდა იწვალო რომ ტურისტს გადააწყდა, ხო ეს ფაქტია. მაგრამ მუშაობა მაინც არის, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთი ობიექტები იხურება, ზოგი იხურება მარტო 3 თვით და მერე გავხსნიო იძახიან. ევროპელი ტურისტი და არც მოსაბჭოთა ტურისტი ამჟამად ძალიან იშვიათად რო წააწყდები, ვიღაცა ქერათმიანს რო ნახა, ვა, საიდან მოხდი ადლიანო, ხო? ესეთი ძირითადად უფრო არაბეთი, ინდოეთი, თურქეთი, ისრაელი. კვლავ გამოწვევებია ფეროშედადნობების დარგში. აქ კრიზისი უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო, თუმცა წელს ზამთარში ის კიდევ უფრო გამწვავდა. პროდუქციის ფასები, ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი ბიზნესისთვის გამოწვევაა. ფეროშედადნობებზე შემცირებულია მოთხოვნა და შესაბამისად ექსპორტი არ ხდება საქართველოსდან იმოდენობით, რაოდენობითაც წლები ხდებოდა. დარტყმა ქართული ფეროშედადნობის პერსპექტივისთვის ამ პროდუქციის ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე გადანისთვის არის ის, რომ იმ დონეზე მივედით, რომ ყველაზე დიდი საწარმო ჯორჯია მანგანეზმა გააჩერა წარმოება, თუ გაზაფხულზე თქვათ გამოსწორდა რაღაც, თქვათ ის ოპერირებას განაახლებს, მაგრამ თუ არ გამოსწორდა ბაზარზე, მაშინ კიდევ უფრო ძლიერ მდგომარეობაში იქნება ყველაფერი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე ეკონომისტები ელიან, რომ წელს ეკონომიკური ზრდა შენელდება. მათი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ მაჩვენებელმა მინუს მიაღწიოს და ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. ვითარების ესკალაციას ექსპერტები ახალ არჩევნებში ხედავენ. პოლიტიკური პროცესი აიძულებს შემსად ქართულ ოცნებას დანიშნოს ადამიანელი არჩევნები, თუ ადამიანელი არჩევნები დაინიშნა, ეს ნიშნავს ძალაუფლების ცვლილებას ლამის ავტომატურად, თუ რაღაცნაირად ქართულ ოცნებამ ამის ალბათობა ჩემსაც დაბალია, მაგრამ რო იტყვენ თუ გადატეხა პროტესტი და ჩაკვეტა და მოგწყვიტა მართლაც დასავლურ ორბიტას და გადაგვიყვანა რუსეთ-ჩინეთ რაღაც ირანულ ორბიტაზე ეს კატასტროფული სცენარია ეკონომიკისთვის. ვერანაირი
განზრახულობათა ოქმები დუბაიდან ჩამოტანილი ამ საქმეს ვერ ვიშურის. ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და მოსალოდნელი კრიზისის ფონზე ქართული ოცნება კვლავ ჯიუტად იმეორებს, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ირაკლი კობახიძე კი 9%-ზე მეტსაც კი ელის. დასავლეთთან დაპირისპირება გაგრძელდება, ამას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა ექნება, ამბობს გიორგი ქობულია და საქმის კურსის ეთერში განმარტავს, რომ თუ კი 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5-6%-ით გაიზრდება, ეს დადებითი შედეგი იქნება, თუმცა თუ პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-3%-მდე შენელდეს. მისივე შეფასებით, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად ნეგატიურად ისეთ დარგებზე აისახება, როგორიც არის უძრავი ქონება და ტურიზმის სექტორი. თუ ჩვენ აი ესეთ რეჟიმში გავაგრძელებთ არსებობა და ცხოვრება, როგორში დღეს ვართ, დასავლეთთან დაპირისპირება, პროტესტები ქუჩაში, რეგულარული, რა თქმა უნდა, ამას ექნება ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ბევრი ტურისტი, რომელიც უყურებს დღეს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ბოლომდე არც იცნობს სიტუაციას, აქ შეიძლება თავი შეიკავოს, მიუხედავად იმისა, რომ უნდადეს ჩამოსვლა. რაც შეეხება სხვა სფეროებს, მაგალითად, ავიღოთ ძალიან დიდი სფერო არის ჩვენი ეკონომიკის, ეს არის უძრავი ქონების მშენებლობა. და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაშიც კი ახლა ბევრ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ ფული ჩადოს მშენებლობაში, ქართველიც რო იყოს და მის ვლაპარაკობ უცხოურ ინვესტორებს, ისინიც კი თავს იკავებენ, იმიტომ რომ გაურკვევლობა არის. მე იმედი მაქვს, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში 2-3% მაინც უნდა იყოს ზრდა, მაგრამ შეიძლება უარესიც იყოს და შესაძლებელი არის, რომ ეს სიტუაცია შედარებით დასტაბილიზირდეს და ჩვენ ვნახოთ უფრო კარგი შედეგები. 2024 წელი ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 3 მილიარდ 100 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. გასულ წელთან შედარებით 14%-ით, ანუ 380 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია 2024-ის შედეგი. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2024 წელს ბანკების საპროცენტო შემოსავალი 8 მილიარდ 400 მილიონი ლარი იყო, რაც 18%-ით მეტია 2023 წლის 7 მილიარდ 200 მილიონ ლართან შედარებით. ამ ზრდას ხელი სესხების მოცულობის მატებამ და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ შეუწყო. სესხებიდან მიღებული შემოსავალი 7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებს. – 2024 წლის დეკემბერში თბილისში 3940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7%-ით ზრდას ნიშნავს. ტიპის კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ გასულ თვეს დედაქალაქში 991 ახალი და 2959 ძველი ბინა გაიყიდა. დეკემბერში ბინების გასაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $1223 გაუტოლდა, ეს წლიურად 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თვიურ ჭრილში ფასის 2%-იანი კლება. რაც შეეხება 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს, გასულ წელს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა. ირაკლი კობახიძე დაანონსებულ MRS პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ ამბობს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს. რაც შეეხება ზოგადად ამ ინვესტიციას, კობახიძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ, მათ გაიხსენეს სხვათა შორის სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 6-7 წლის წინ და ეს პროექტი სრულად განხორციელდა. და როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად რატომ არის ეს მსგავსება? იმიტომ რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ყავთ ერთი და იგივე პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ რამენერად შექმნან ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ ბუნებრივია და საინტერესო დეტალი რაც გითხრეს, ის ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამშვენებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს MRS მიერ აშენებულ გორბოსებში. ასე მოხდება, მე მგონი, ჩვენთანაც ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს, რა თქმა უნდა, რადიკალურმა ოპოზიციამ.
საქართველოს ეკონომიკისათვის 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია უზარმაზარი თანხაა. ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არაბული ემარაჯ ჯგუფის მიერ საქართველოში დაანონსებული გეგმების შეფასებისას. ქობულიას თქმით, ის ვერ შეაფასებს, რამდენად რეალურად განხორციელდება მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ქვეყანაში, თუმცა ამბობს, რომ ამ მოცულობის თანხების ჩადების შემთხვევაში მნიშვნელოვანია აქცენტი უძრავი ქონების მსხვილ კომერციულ პროექტებზე გაკეთდეს. თუ ესეთ განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრი, მე მგონი ამის უკან რა თქმა უნდა რაღაცა უნდა იდგეს, რა არის ამის დეტალი მე არ ვიცი. ერთადერთი შემიძლია თქვა, რომ 6 მილიარდი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც უცხოური ინვესტიცია, ეს არის უზარმაზარი თანხა. უზარმაზარი თანხა. ესეთი ინვესტიცია არ განხორციელებულა პრაქტიკულად შეიძლება თქვა არასდროს. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რომელიც განხორციელებული იყო უცხოელების მიერ, იყო BIP-ის მიერ გასადენის და ნავთობსადენის მშენებლობა, რაც უკვე წლების წინ დამთავრდა. ეს მემორანდუმი ძალიან საინტერესო იქნება, რომ ჩაიშალოს, რაში მიდის ეს ფული და როგორ იქნება ეს ფული ათვისებული. ესეთი ბაზარი არ არის, რომ ამხელა თანხა აითვისოს უძრავ ქონებაში, თუ ეს არ არის, თუ ეს არ იქნება ჩადებული, რა თქმა უნდა, რაღაცა ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. როგორც არის მრავლობითი თქვათ საკომერციულ პროექტებში, როგორც არის სასტუმროების მშენებლობა, რაღაც დიდი კომპლექსების მშენებლობა, თვითონ თანხა არის ძალიან დიდი. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის შეფასებით ემარაჯ ჯგუფი ძალიან სანდო ინვესტორია, რომელიც მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს კიდებს ხელს. კეთი ბოჭორიშვილის განცხადებით შეთანხმება მემორანდუმიდან რამდენად გარდაიქმნება პროექტა და ამ ჯგუფის საქმიანობა საქართველოში რეალურ ინვესტიციად, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი კომპანია არის შუა აღმოსავლეთში, კონკრეტულად Middle East-ში, ესე რომ ვთქვათ. და ეს კომპანია ბევრი სხვა კომპანიისაგან განსხვავებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩავარდნილი პროექტები ნამდვილად არ აქვს. ანუ არ ახასიათებს ის ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც გააფორმა ხელშეკრულება, არ გააკეთა, ან რაღაცა სქემისთვის იყო გამოყენებული. შესაბამისად, ალბათ ცოტა სხვა გარემო რო იყოს, ფეირვერკებით შეიძლება შეხვედრილი ყავით ამ ახალ ამბავს, რადგან ის გამოცდილება, რომ 300 ჰექტარი განავითაროს კომპანიამ და ის შესაძლებლობა, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა, ის გამოცდილება და უნარი ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს და ალბათ ენარის ჯგუფი და მათში შემავალი Eagle Hills-ი ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის, რომელსაც ნამდვილად აქვს არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, ის გამოცდილება, რომლითაც შესაძლებელია ჩათვალო, რომ ნამდვილად შეძლებს ამხელა მასშტაბური პროექტების გაკეთებას. თუ აი ეს პროექტი გვინდა რომ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კომპანია და სახელმწიფო უნდა იყვნენ ტრანსპარენტულები, ხო? რას მოიცავს ეს ხელშეკრულება? რა ვალდებულებას კიდებს სახელმწიფოს? რა ვალდებულებას იღებს თვითონ კომპანია, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამხელა პროექტის გაკეთების გამოცდილება, ამიტომ შეიძლება კომპანიის მხრიდანაც იყოს მზაობა, მაგრამ აქედან თუ ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ და იმ ბიუროკრატიას გაუმკლავდეს, რომ ესე სწრაფად მოახდინოს თანხის ათვისება, მე აი აქ უფრო მაკითხები, ვიდრე კომპანიის მხრიდან თანხის დახარჯვაზე და ათვისებაზე. შესაბამისად, მსგავსი მსხვილი მასშტაბური პროექტების მართვის გამოცდილება საქართველოს დღეს არ აქვს. ხშირად მithkoms, რომ PPP ესე რომ ვთქვათ, კერძო საჯარო პროექტი ხშირად შეიძლება იყოს pain ტკივილი. ამიტომ აქედან გამომდინარე მანდ ჩვენი გამოცდილება ცოტა ვთქვათ უარყოფითი კი, როგორც კი შეიძლება რაღაცა პატარა კითხვა დაიჯდეს, რაღაცა პრობლემა წარმოიშვა, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა და ამ პრობლემას ყოველთვის სჭირდება ორმხრივი ინტერესი, რომ პრობლემა იყოს გადაჭრილი. რა შედეგებით დახურა წელი სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორმა ამ ეტაპზე, მხოლოდ ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვის ოფიციალური სტატისტიკაა საჯარო, საიდანაც ჩანს, რომ გასულ წელს ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა, თუმცა გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა შემცირდა. შუადერეფნის მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გადაზიდვების სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტვირთბრუნვა მათ შემთხვევაშიც გაზრდილია. რა მაჩვენებლები დაფიქსირდა გასულ წელს ამ სექტორში და როგორი არის მოლოდინები მიმდინარე წელთან მიმართებით, გადაზიდვების ბიზნესის წარმომადგენელთა ხმას სელნე გოგბერაშვილის სიუჟეტში მოვისმენთ.
საქართველოს ნავსადგურებში გასულ წელს გადამუშავებული ტვირთის მოცულობა გაიზარდა. 2024 წელს ბათუმის საზღვაო პორტი 3.600.000 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 16.3% შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91.200 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში პორტმა გასულ წელს 552 გემი მიიღო, 51 გემით ნაკლები ვიდრე 2023 წელს. რაც შეეხება ფოთის საზღვაო ნავსადგურს, სანამ წლის შემაჯამებელი სტატისტიკა გამოქვეყნდება, პორტის ადმინისტრაციის დირექტორი ამბობს, რომ ზრდის ტემპი მათ შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, რაც იმის დასტურია, რომ გამოწვევების მიუხედავად შუა დერეფანი ვითარდება. 65%-იანი ზრდა იყო. არ შეიძლება 65%-იანს და მუდმივად შენარჩუნდეს, ჩვენ კვლავ გვაქვს ზრდა 2022-ს და თქვათ ბოლო 10 წლის განმავლობაში რო ავიღოთ ჩვენ 10 წლის წრილში, საკმაოდ საგრძნობი ზრდა გვაქვს. შესაბამისად ეს ტემპი ნარჩუნდება. ჩვენ ახლა შემდგომში უკვე გამოწვევა გვაქვს, რომ ჩვენ გავხდეთ კონკურენტუნარიანი არა დროებით წრილში, არამედ მომავალში, როდესაც უკვე ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც სტაბილურობას მივახცევთ ჩვენ რეგიონში, უკვე ეს ტვირთები შევინარჩუნოთ და ჩვენი ეს პარტნიორები შევინარჩუნოთ, რომ ეს დერეფანი გახდეს მუდმივად ზრდადი. 2025 წელი ტვირთბრუნვის კუთხით ძალიან კარგად დაიწყო. Costco Shipping Lines-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ გასულ წელს დერეფანში საკონტეინერო ტვირთები შეინარჩუნეს. პოზიტიური მოლოდინებია მიმდინარე წლის მიმართაც. მისი თქმით, გადაზიდვის ბიზნესი წელს განსაკუთრებულ აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს, რადგან წითელი ზღვის კრიზისის ფონზე ეს მარშრუტი მნიშვნელოვნად გააქტიურდა. თუმცა სუეცის არხის აღდგენის შემთხვევაში გივი ჩაჩანიძის შეფასებით სამწუხაროდ შუა დერეფანი დიდი მოცულობის ტვირთებს დაკარგავს, რადგან წლები გადის და დერეფანი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის გამართული. განსაკუთრებული პრობლემა კი ყაზახეთის ტერიტორიაზეა, რადგან კასპიის ზღვა ტვირთებს ვერ ატარებს და მუდმივად იჭედება. ჩვენ ეს ტვირთბრუნვა შევინარჩუნეთ 2025 წელი ძალიან კარგად დაიწყო ტვირთბრუნვის კუთხით. გვაქვს ისევ და ისევ შენარჩუნება და ზოგ შემთხვევაში ზრდა, სამწუხაროდ მცირედი ვარდნა არის ექსპორტში. ეს გამოწვეულია რაღაც გარკვეული ფაქტორებით, კასპიის ზღვას ცოტა უჭირს გაჭედილია ტვირთბრუნვის გამო და გარკვეული ტვირთები ვერ აღწევს დროზე საქართველოს. თუ ნახეთ, რომ წითელი ზღვის კრიზისი აღმოიფხვა, რა თქმა უნდა, ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჯერ კიდე არ არის შუა დერეფანის კარგად გამართული, ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ავტომატურად შუა დერეფანზე დიდ მოცულობას ტვირთების დავკარგავთ. როგორც ირკვევა, ზრდაა საბორნე გადაზიდვებშიც. ბათუმის ნავსადგური გასულ წელს 1,8 მილიონ ტონა საბორნე ტვირთს მოემსახურა. ზრდა 5,9%-ია. საბორნე გადაზიდვებზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს ისამოც Shipping Lines-ის კომერციული დირექტორიც, რომელიც ფოთის პორტიდან რუმინეთის კონსტანცას პორტს შორის საბორნე გადაზიდვებს წელიწად ნახევარი ახორციელებს. წინა წელი ძალიან კარგად დავხურეთ. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ბოლო კვარტალი, რომელიც ძალიან აქტიურია ხოლმე ყოველთვის გადაზიდვების სფეროში. 2025 წელსაც ძალიან დადებითად უყურებთ ჩვენი სერვისების ფართოვდება, ჩვენ არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებს გადავზიდავთ, არამედ კონტეინერებსაც და ასევე რამოდენიმე თვის წინ დავიწყეთ უკვე ვარნიდან რკინიგზის ვაგონების გადაზიდვა და ამ წლის დასაწყისში პირველად ისტორიაში გადმოვზიდეთ რკინიგზის ვაგონები კონსტანციდან. კაიროს ლოჯისტიქსის გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზრდაა სახმელეთო გადაზიდვებშიც. მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ დერეფანში წარმოქმნილი ტვირთის გატარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტვირთები, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში ან პირიქით გადაადგილდებოდა, საქართველოს დერეფანში გადმომისამართდა, რამაც მოთხოვნის ზრდა განაპირობა. შარშანდელი წელი საკმაოდ კარგი ზრდა ჰქონდა და წელს ეს გრძელდება ეს ტრენდი. გარდა ამისა, საკმაოდ ფართო კალათაზე წარმოიქმნა პრობლემა ჩრდილოეთ დერეფნის გატარების კუთხით, რაც საქართველოს მარშრუტზე გადმომისამართდა. ლიტიუმის ტრანზიტი აკრძალა რუსეთმა თავის ტერიტორიით და შესაბამისად ეს ჩინური ტვირთები წარმოვიდა საქართველოს გავლით და საკმაოდ ბევრი აქამდე FMCG ტვირთები ისედაც შედის ევროპიდან რუსეთში და რუსეთის გავლით შუა აზიაში შესაბამისად. რამდენიმე კატეგორიაზე გაგზავნა და პრობლემატურია რუსეთით გადაზიდვა შესაბამისად ამ ტვირთებს, ასე ვთქვათ, ჩვენ ვემსახურებით.
რა მოცულობის ტვირთი გადაზიდა საქართველოს რკინიგზამ. ამის შესახებ წლიური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ის რომ გამოწვევების მიუხედავად შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, ამაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის მონაცემებით ცხადყოფს. გასულ წელს ამ გზით 3,3 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა. წლიურად ზრდა 20,5%-ია. მონაცემები აჩვენებს, რომ დერეფანში ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის ტემპი შენელდა. თუ 2022 წელს ზრდა 153% იყო, 2023 წელს ზრდის მაჩვენებელმა 86%-მდე, ხოლო 2024 წელს 20%-მდე დაიკლო. საპირისპირო ტენდენციაა კონტეინერების გადაზიდვის მიმართულებით. 2024 წელს ამ მარშრუტით 56,500 ერთეული 20 ფუნტიანი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდა, რაც 2023 წელთან შედარებით 2,7 ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. თბილისში 29,200,000 ლარიანი ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალის და კერლინგის სპორტის სახეობებს. თბილსერვის ჯგუფი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერებისა და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების ავსების სენსორებს ყიდულობს. შეზღიდვის სავარაუდო ღირებულება 10,379,000 ლარია. ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმა სამხანაგობა City სტუდია 9,2,300,000 ლარად მოამზადებს. Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო 220 ნომრიანი პარაგრაფ თბილისის საშუალო დატვირთულობა იანვარში 20-30% იყო. სასტუმროს მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში წლიურ ჭრილში ზრდა აქვს, რადგან შესადარის პერიოდში სასტუმრო ახალი გახსნილი იყო. 2025 წლის გაზაფხულიდან ევროპის 30 ქვეყანაში საზღვრის კვეთისათვის 1,4 ადამიანს 60-ზე მეტი ქვეყნიდან მოგზაურობის ავტორიზაცია, ეგრეთ წოდებული ETIAS-ი დასჭირდება. თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულებულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყინულის არენის პროექტირება მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29,200,000 ლარით დაფინანსდა. სამინისტროს ცნობით, ყინულის არენის მშენებლობაში 60 მეტრი, 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი მოეწყო, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული დასასვენებელი, სამედიცინო, საგრემიერო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. გათვალისწინებულია ასევე სივრცე კაფისთვის, მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომით. გაიხსნა, როგორც ხედავთ, თანამედროვე ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა ერთ წელიწადში. აშენდა ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ბუნებრივია, ქალაქს დარჩება ქვეყანას. უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული ეს პროექტი, ამაში თავადაც დარწმუნდებოდით. არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე და რა თქმა უნდა, ეს სასახლე ხელშეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა სტანდარტი არის გათვალისწინებული, როგორც პარამეტრების მიმართულებით, ასევე საინჟინრო მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების ხანძარქრობის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, შესაბამისი სივრცეებით არის აღჭურვილი, უმაღლესი დონის ყინული არის, ორშრიანი, ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, ტექნოლოგიურად ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული, დაახლოებით 36 კილომეტრი ქსელი მოეწყო იმისათვის, რომ შესაბამისი კლიმატის რეგულირების სტანდარტი ყოფილიყო დაკმაყოფილებული. თებერვლის თვეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, კერძოდ ახალგაზრდული ოლიმპიადა ზამთრის თამაშების. მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღის მდგომარეობით დაასრულა თბილისის ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 700-მდე მაყურებელზე, სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რათა ღირსეულად უმასპინძლოთ ამ ოლიმპიადას და საქართველოს მსოფლიო რუკაზე დავიტანოთ როგორც ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ჩამქრალებელი. თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში მასპინძლობს. ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025-ის სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა წინასწარი სამუშაოები განიხილეს დღესვე, რა დროსაც მათ შორის ითქვა, რომ ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის 3,5 კილომეტრიანი სიგრძის ტრასა იხსნება. ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწევიან 6
20 თებერვლიდან კი პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიშია დაგეგმილი. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი 2025-9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი უნდა ეწვიოს ქვეყანას. ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმში და ბაკურიაში გაიმართება. თბილისის საკონცერტო დარბაზი, ფილარმონია და Plexi Arena ერთ კომპანიად Starring Georgia გაერთიანდნენ. მთავრობის განკარგულებით პროცესი აგვისტოში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. 31 ნოემბერს რეგისტრირებული Starring Georgia-ს წილის მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს 27 იანვარს გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით Starring Georgia-ს 100%-იანი წილის მართვის უფლება სამინისტროს უფასოდ პირდაპირი გადაცემის ფორმით უვადოდ მისცეს. ამ დრომდე კომპანია მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე იყო. შეპესე Starring Georgia კომპანიის დირექტორი თამარ ჩხაიძია მართვაში შესული ცვლილება რეესტრში ჯერ არ ასახულა და შესაბამისად ამ დრომდე კომპანიის მფლობელი საქართველოს მთავრობა. კომპანიაში განთავსებული კაპიტალი რეესტრის თანახმად 96.9 მილიონ ლარს ცდება. Plexi Arena Georgia-ს დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს ინიციატივით და 115 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. Plexi Arena ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით 6 წლიანი ზარალის შემდეგ Plexi Arena-სათვის 2023 წელი იყო მომგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8 მილიონ 300.000 ლარის წმინდა მოგება მიიღო. ფილარმონიას რაც შეეხება 2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ფილარმონიის მმართველ შეპესე International Events-თან არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ამ ხელშეკრულების მოშლის საფუძველი International Events-ის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. მას შემდეგ თბილისის საკონცერტო დარბაზი 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოს დაუბრუნდა. თბილსერვი ჯგუფმა, რომელიც თბილისის მერიის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების ავსების სენსორის შესყიდვაზე 10.379.000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 თებერვალს დაიწყო და 4 მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციით მერია 214 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერის ბეტონის ბუნკერი და 214 ავსების სენსორს შეისყიდის. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის ერთეულის ფასი 47.000 ლარით არის განსაზღვრული. ავსების სენსორის ღირებულება 1500 ლარია. აპარატურის მონტაჟი 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა კი 2 წელია. ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმას სამხანაგობა City სტუდია 9.2 ლარად მოამზადებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელმა მოაწერეს. ხელშეკრულების შესაბამისად კონკურსში გამარჯვებული კომპანია 1 წლის განმავლობაში საპროექტო მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმის ასევე მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიას და განახლებას. ჯამში დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 540 კალენდარულ დღეს შეადგენს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით მოსახლეობის აღწერა შედგა. გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ აღწერის საველე სამუშაოების გახანგრძლივება 2 მიზეზით მოხდა. ერთი ის იყო, რომ მოსახლეობის ნაწილი კარს არ უღებდა ინტერვიუერებს, მეორე რეგიონებში რთული მეტეოროლოგიური პირობები, რის გამოც მონაცემთა შეგროვების პროცესი გახანგრძლივდა. 31 დეკემბერს ჩვენ უკვე დავასრულეთ
მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი, რაც მონაცემთა შეგროვებასთან იყო დაკავშირებული და ეხლა მომდევნო 6 თვის განმავლობაში ივნისის ჩათვლით ჩვენ ვიმუშავებთ მონაცემთა ხარისხზე და ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებაზე, რათა მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის არსებული ინფორმაციის ვალიდაცია და შესაბამისად გამოტოვებული წერტილების, ასე ვთქვათ, შევსება. როგორც მოგეხსენებათ, ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, ხოლო შემდეგ კიდევ 2026 წლის ივნისში დეტალურად უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, სოფლების, ქალაქების და მუნიციპალიტეტების დონეზე იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაცია შეიქმნა, რომლის გაცხადებული მიზანიც ქართულ და ჩინურ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინში და შანდონგის პროვინციაში უზრუნველყოფენ ოპერატიულ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ. მათი წევრი ორგანიზაციები მიიღებენ შესაძლებლობას მოიძიონ სანდო პარტნიორები, გადალახონ ბაზარზე შესვლის ბარიერები და დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის. შეირჩა, ესე ვთქვათ, უფრო მეტად ჩინეთთან მიმართებაში დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესმენები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ესე ვთქვათ, ეს მიღწევები, რომელიც ქონია აქამდე და ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ თუნდაც ჩინეთთან გვაქვს, რაღაცნაირად გადაუნაწილოთ უფრო შედარებით მცირე და საშუალო ბიზნესს და მათაც ხელი შეუწყოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოახერხონ მათ ახალი ბაზრების მოძიება. ეს ვხედავ ტენდენციას, რომ ზოგადად ჩინეთში წარმოებული ტექნოლოგიები, ეს იქნება ძირითადად საშუალებები, თუმცა მუქი ავტომობილები მათზე ძალიან დიდი მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, დაინტერესება მაღალია, დაინტერესებასთან ერთად ადაპტირებაა საჭირო და მნიშვნელოვანია სწორი გზების მოძიება, რომ ეს გზა ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი საქართველოს შეარსებული ბიზნესმენებისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი CP ეკონომიკური პროგრამების სააგენტო პროგრამების შესრულების და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტის მიხედვით ანაზღაურების უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვების და შიდა კონტროლის სისტემების მიმართულებით ხარვეზებს და ნაკლოვანებებს აჩვენებს. დოკუმენტში, რომელიც 2022-2023 წლებს აფასებს, აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების წარდგენის ნაკლოვანებები, ასევე შრომის ანაზღაურების და რიცხვის საფუძვლის ნაკლოვანებები. უძრავი ქონების მართვის ხარვეზებს რაც შეეხება, ირკვევა, რომ იჯარით გაცემული უძრავი ქონებიდან ორ შემთხვევაში მოიჯარის მიერ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ფართების სხვადასხვა კერძო სამართლის სუბიექტზე ქვეიჯარით იყო გაცემული. ფიქსირდება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა სააგენტოს კუთვნილი მიწის ნაკვეთზე უნებართოდ იყო განთავსებული კერძო პირის კუთვნილი ფუტკრის სკები. შესაბამისად, აუდიტის შეფასებით დაფიქსირდა სახელმწიფო კონების კანონმდებლობით მოთხოვნათა შეუსაბამოდ გამოყენების რისკები. აუდიტის ანგარიში საუბარია იმაზეც, რომ იქმნება სააგენტოსადმი მიყენებული ფინანსური ზიანის და უძრავი ქონების არამიზნობრივად გამოყენების რისკები. აუდიტის სამსახური ასევე ყურადღებას ამახურებს შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებებზე. გამოიკვეთა, რომ შრომითი ხელშეკრულებებიდან რიგ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების აღწერილობები ზოგადი ხასიათის იყო და შეუძლებელი გახდა კონკრეტული სამუშაოების მოცულობის, რაოდენობის და მასშტაბის იდენტიფიცირება. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა დეკრეტულ შეებულებაში მყოფ პირს, ამასთან სააგენტოში მთელი ამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით 2022-2023 წლებში დასაქმებული იყო შესაბამისად 58 და 59 შტატგარეშე თანამშრომელი, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას. ნაკლოვანებები პროგრამის შესრულებაშიც არის გამოვლენილი, მათ შორის აუდიტის ინფორმაციით, ქვეპროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარები და 5 შემთხვევაში ვერ დასტურდება გადაცემული აქტივების გამოყენება პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.
პირველ თებერვლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი ხდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საქართველოს უერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი. ამის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვა გაადვილდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ქვეყანა გახდება იმ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას ევროკავშირსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სხვადასხვა დროს პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით რამდენჯერმე ეწვია ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები დელეგაციის წევრებს პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს აცნობდნენ. საზღვრისკვეთის გამარტივებული წესები, ისეთი როგორიც არის ურთიერთაღიარებული ფინანსური გარანტიები და კონტროლის შემცირება, შეუმცირებს დროს ფინანსურ რესურსს ევროკავშირს, საქართველოს და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებთან ერთად. მიმდინარე წლიდან შესაძლოა ევროკავშირში მოგზაურობის წესები შეიცვალოს. გაერთიანება ახალი რეგულაციის ამოქმედებას კიდევ ერთხელ აანონსებს. საუბარია მოგზაურობის ავტორიზაციის სისტემაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ETS-ზე, რომლის გავლის გარეშეც უვიზოდ ევროპაში მოგზაურობა შეზღუდული შეიძლება იყოს. რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დასახელდა ახალი თარიღი. ეს 2025 წლის გაზაფხულია, რამაც მოგზაურებში გააჩნია კითხვები. რა იცვლება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებისათვის, რაც ნიშნავს ETS-ის და როდიდან უნდა ველოდოთ ამ სისტემის ამოქმედებას. ანუკა ჯოხაძემ გადაწყვიტა მეტი დეტალის გარკვევა. წლიდან შესაძლოა ევროკავშირში მოგზაურობის წესები შეიცვალოს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმებით ბოლო რამდენიმე კვირა აქტიურად ვრცელდება. კითხვები ბევრია მოგზაურებში, რომელსაც შევეცდებით, რომ დღეს ჩვენი სიუჟეტის საშუალებით უპასუხოთ. The rules of traveling to 30 European countries are changing. The European Union is introducing ETIAS. ETIAS-ი ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემაა, რომელიც ყველა მოგზაურმა წინასწარ უნდა შეავსოს და სწორედ ETIAS-ის განაცხადზე თანხმობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში უვიზოთ მოგზაურობა შეძლოთ. შესაბამისი რეგულაცია შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, მათ შორის საქართველოსაც. გაერთიანების საზღვრის კვეთის ახალი პროცედურების შესახებ ინფორმაცია ცნობილია, თუმცა ჯერ ისევ უცნობია, როდიდან ამოქმედდება განაცხადის შევსების ვალდებულება. ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებზე ავტომატური EES სისტემების დანერგვას გეგმავენ, რომლის მეშვეობითაც პროცესები გაციფრულდება და საზღვრის კვეთისაც პასპორტებში ფიზიკური ბეჭდების საჭიროება აღარ იქნება. პირობითად რომელიმე ქვეყანამ თუ დანერგა თავის საზღვარზე EES სისტემის გაშვებიდან ზუსტად 6 თვეში ამოქმედდება ETIAS-ი. თუ როდის იქნება, სავარაუდოდ 2025 წელს EES-ის ამოქმედების დროს პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, აუცილებლად ბიომეტრიული პასპორტები უნდა გქონდეს. ეს ისედაც გვაქვს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა როდესაც უკვე ETIAS-ზე გადავალთ, ETIAS-ის შემთხვევაში ეს არის წინასწარ ფორმის შევსება, სადაც უნდა შევიყვანოთ აუცილებლად ჩვენი პასპორტის მონაცემები, ჩვენი სამოგზაურო თარიღები, თუ როდის ვაპირებთ ამ ქვეყანაში შესვლას და იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, როდიდან ამოქმედდება ETIAS-ის სისტემა, ცნობილია, რომ განაცხადის შევსება 7 евро ეღირება. აპლიკაციაზე უფასო წვდომა მხოლოდ 18 წლამდე და 70 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის იქნება. ტურისტულ კომპანია Travelpay-ში ელიან, რომ რეგულაციის დანერგვის საწყის ეტაპზე გარკვეული ბარიერები იქნება, თუმცა თუ პირს მოგზაურობის კარგი ისტორია აქვს, პრობლემები წესით არ შეექმნება. აქვე რელევანტურია კითხვა: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ETIAS-ის განაცხადზე აპლიკანტი
უარს მიიღებს. ადამიანებისთვის, ვისაც მაგალითად უფიქსირდება დარღვევა, გადაცდენა, დარჩენა ევროპის ქვეყანაში, მაგალითად დეპორტი ან ასამართლობა, ამ ადამიანებისთვის სავარაუდოდ იქნება შეზღუდვა და ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ ამ ადამიანებს ეხება. სწორედ ამ ადამიანებს შესაძლოა უარი მოვიდეთ და შემდეგ უკვე ვიზაზე მოუწევთ გასვლა. პირველ ეტაპზე ყველა ვარიანტში რაღაც დისკომფორტი შეიძლება შექმნას, იმიტომ რომ არ მოვიდეს მაგალითად დასტური რამდენიმე წუთში და თუ მაგალითად იმავე დღეს უნდა გაფრენა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამ მხრივ ცოტა დისკომფორტი იქცნას მგზავრმა. მაგრამ ერთხელ თუ გააკეთებს, უკვე მერე 3 წლის განმავლობაში ძალიან ჩვეულებრივად გადაადგილდება ევროპის ქვეყანაში უპრობლემოდ. ევროკავშირის მოგზაურებისთვის საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი პროცედურების გავლა უახლოეს თვეებში არ მოუწევთ, რადგანაც ETIAS-ის ამოქმედებამდე წევრმა სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. თუმცა ETIAS-ის მსგავსი ავტორიზების სისტემა ევროპის მიღმა სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს, მათ შორის 1 იანვრიდან ისრაელში. უკვე არსებობს ETA-ილი, მაგალითად თუ ანალოგს გავაგლებთ, ეს არის ისრაელში მოგზაურობისთვის 2025 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. დაახლოებით შინაარსობრივად თითქმის იგივეა, ვავსებთ იქაც ავტორიზაციის ფორმას და დაახლოებით 24 საათში, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში ჩვენ უკვე ვიცით, გვაქვს უფლება თუ არა ისრაელის საზღვარზე შევიდეთ. ბევრი სხვადასხვა მსგავსი სისტემები და მსგავსი ავტორიზაციის ფორმები არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ESTA, კანადას აქვს ETA და 2025 წლის 8 იანვარს ამოქმედდა მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ჩვენის არ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით ისე ბრიტანეთში მოგზაურობისთვის გვჭირდება ვიზა, მაგრამ მაგალითად ამერიკის მოქალაქეს, რომელსაც უნდა იმოგზაუროს დიდ ბრიტანეთში, მან უნდა შეავსოს ETA UK. ETIAS-ის ავტორიზაციის ფორმას 3 წლიანი ვადა ექნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენს პასპორტს ვადა ამ 3 წლის განმავლობაში გაუვა, ავტორიზაციის გავლა ხელახლა მოგიწევთ. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა EES-ის და ETIAS-ის ჩაშვება წევრ სახელმწიფოებში ერთდროულად არ მოხდეს და ის 2025 წლის განმავლობაში ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგოს. ეს იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის ჩვენ თქვენს ორ შეფეთს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში ზუსტად 7 საათზე დროებით.